ასევე პოლიტიკური შეფასებების თემა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. ეს გზა ადრე იყო დაკეტილი, მაგრამ ახლა სომხეთის თამამი გადაწყვეტილებით ვითარება შეიცვალა. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები მავნებლობაა. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ რეგიონული და პოლიტიკური მნიშვნელობის ნაწილი დაკარგა და შესაბამისად ქვეყნის როლი საერთაშორისო ასპარეზზე შესუსტდა. ამ სამიტმა კიდევ ერთხელ ნათლად გამოკვეთა ის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ ოცნების პირობებში ლიდერის სტატუსი და ფუნქცია დაკარგა რეგიონში, ხო? ეს რომ ასე არ ყოფილიყო და ეს რომ ასე არ იყოს, ხო? მსგავსი სამიტები სინამდვილეში თბილისში გაიმართებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ოცნებამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს და ასევე ევროპულ მომავალს, რომელიც ჩვენი ხალხის არჩევანია, სამწუხაროდ საქართველოს ეს ფუნქცია დაკარგა. სამწუხაროდ არც ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლისგან არ მოგვისმენია საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციები. მათ შორის არც ირაკლი კობახიძისგან მოგვისმენია რაიმე პოზიცია გაეჟღერებინოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა საქართველო დღეს ფაქტობრივად ჩაანაცვლა სომხეთმა. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპის დღის წესრიგში დარჩეს ჩვენი ქვეყანა და ევროპასთან კავშირი არ გავწყვიტოთ. ან ისინი ამ ყველაფერს განზრახ აკეთებენ და არიან მავნებლები, ან წარმოდგენა არ აქვთ რუკასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში არიან არაკომპეტენტურები. ნებისმიერ შემთხვევაში ან ერთია, ან მეორეა. ხო, ეხლა სომხეთს ჩვენზე ძალიან მე არ ამგონია რომ ან ქალბატონი კალასი ან ქალბატონი ფონ დერ ლაიენი გულშემატკივრობდეს, ჩვენი მეგობარია, ჩვენი მეზობელია და გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ხოლო რა განცხადებებს ისინი აკეთებენ, მე უკვე აღვნიშნე რა განცხადებებსაც ისინი აკეთებენ, რომ ან რუკას არ იცნობენ, ან იცნობენ, უბრალოდ არიან მავნებლები.